მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის და პირველ რიგში მინდა კითხოთ როსპატრონ ნაზარის დელეგაცია უკვე საქართველოში არის, ისინი აწარმოებენ ქართული ღვინის შემოწმებას. პარალელურად სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ადასტურებენ იმ ინფორმაციას, რომ ძალიან მალე შეიძლება შედგეს გენადი ონიშენკოს ვიზიტიც. რას გვეტყოდით აი ამასთან დაკავშირებით და იგივე პრეზიდენტის განცხადება საერთოდ ქართული ღვინის ექსპორტზე? Zdrare, zakon მნიშვნელოვანია რუსეთის 150 მილიონიანი ბაზარი. ის არ არის გადამწყვეტი, მაგრამ უბრალოდ ერთი დიდი გუდვილი გვაქვს რუსეთში. ეს არის ჩვენი სახელი, ჩვენი ღვინების სახელი და ბუნებრივია, რომ ქართული მომხმარებლისთვისაც ძალიან იმზიდველია რუსეთის მომხმარებლების საერთოდ მოცულობა. იმის გათვალისწინებით რა მდგომარეობაც არის ჩვენ სოფლის მეურნეობაში. ვფიქრობ, რომ საექსპორტო კალათისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ღვინის გატარება რუსეთში. რაც შეეხება უბრალოდ პროცედურას. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი პროცედურა. უფრო მეტი ჩვენ გვაქვს რუსეთის უნივრსიტეტის კანონი, ევროპელების მოთხოვნით გვაქვს ეს მიღებული, ბოლომდე რაღაც მუხლები არ სრულდება, მაგრამ საკმაოდ დიდი დოზით მათივე მითითებით არის შესრულებული და ხოლმე ხორცელდება დღეს. აქედან გამომდინარე ის, რომ რომელიმე ქვეყანის საწარმოს ათვალიერებს, მოიჭერს იგივე გერმანულ საწარმოს, ეს ძალიან ხშირად ხდება. მიმდინარე მომენტში ისინი ძალიან სერიოზულად უდგებენ ხორცის ექსპორტის და იმპორტის საკითხებს, ასე რომ კონტროლი ხასპის სისტემით და იმის გარეშეც არის საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენა. ის რომ ისინი ათვალიერებენ ქარხნებს, სტანდარტებს, ლაბორატორიებს, ამაში უცნაური არაფერი არა და პირიქით მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სიახლე ჩვენს და რუსეთის ურთიერთობას შორის. არასდროს ესეთი თქვათ ტექნიკურად გასწორებული და გამართული ურთიერთობა არ ქონია. ხარისხს რუსები ყოველ შემთხვევაში თავის დროზე, როდესაც აიკრძალა ქართული ღვინო რუსეთში, ერთ-ერთი მიზეზი იყო ქართული ღვინის ხარისხი. დღეს როგორი არის ეს ხარისხი და როგორია ჩვენი ბაზარი? ვიყოთ გულწრფელები, რომ მაშინ ქართული ღვინის ხარისხი იყო ძალიან დაბალი. ასე ვიყოთ გულწრფელები დღესაც, რომ ბოლომდე საკმაოდ დამაკმაყოფილებელი დღესაც არ არის, მაგრამ პროცესი ამ წლების განმავლობაში, რაც მოიცავს ბოლო 6 წელიწადს, საკმაოდ სერიოზულად წარიმართა იმისკენ, რომ ჩვენი ღვინო იყოს ევროპული დონის. პრეტენზიები ჩვენი ღვინოების მიმართ არსებობს ევროპაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ეგუში მქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით ამერიკელებთან და მათაც საქმე პროტესტი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის რაც გაკეთდა, ისო ჩვენ შევიცვალეთ რეალურად ექსპორტის გეოგრაფია. რეალურად ვისწავლეთ შეფუთვად წარმოებას, ამაში აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ ჩვენს შემოწმებას, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია, ჩვენი ღვინო გაცილებით მაღალი ხარისხისა და ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა. თუ აქამდე რუსეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობა ქაოტური იყო, დღეს ეს რაღაც სქემას ექვემდებარება და ძალიან კარგია. ანუ ის რაც არის ხარისხის კონტროლი, ასპის სისტემა და ევროპაში მიღებული ნორმები და ახალი არაფერი არა. ზოგადად რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას ღვინის გარდა გარკვეულწილად სხვა პროდუქტებზეც არის საუბარი. როგორ ხედავთ აი ამ თანამშრომლობას ქართულ? იცით როგორ არის ჩვენ საქართველოს მხრიდან რუსი ბიზნესისთვის კარგი არის. ლაპარაკი ეხებოდა აგროკულტურის ნაწილში რუსეთის მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ემბარგოს. დანარჩენი მე მაგალითად ერთი რამის ხაზგასმა მინდა ძალიან საინტერესო არის. იანვრისთვის ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები ძალიან მნიშვნელოვანი ის რაც გამოვლინდა იანვრის თვეში. ბოლო 12 წელი პირველად იანვარში ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე დეფიციტის შემცირება დაფიქსირდა და ექსპორტი იზრდება საკმაოდ მაღალი ტემპებით. აი ამ ნაწილში რა თქმა უნდა ერთი რამის ხაზგასმა შეიძლება ჩვენ აშკარად შევცვალოთ ექსპორტის გეოგრაფია. მესამედი მიდის ევროპაში ჩვენი საქონელი, მესამედი მთლიანად SNG-ს ქვეყნებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ რუსეთი არის რთული, ხშირად არაპროგნოზირებადი, მაგრამ ფინანსურად საინტერესო პარტნიორი. თუ ეს ურთიერთობა ესეთ დონეზე წავა, თუ არ იქნება ეს რაღაც ჩრდილოვანი სქემებით, ის აუცილებლად შედეგს მიუწვდან ჩვენ ქვეყანას. ბატონო ემზარ, გუშინ CSKM კენჭი უყარა უბრალოდ განიხილა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, ანუ შესაძლოა ისევ პირდაპირ გზით იყოს პრეზიდენტის არჩევა, ან შესაძლოა პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი. ანუ ამასთან დაკავშირებით თქვენი კომენტარი როგორი იქნება? ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, პოლიტიკური საკითხი და არ მინდა ჩავერიოს სხვის კომპეტენციაში. მირჩევნია ეკონომიკაზე ვილაპარაკო, ან იმაზე თქვა
რა შედეგი შეიძლება მოყოს პრეზიდენტის ბანკების გამოთქმულ განცხადებას თუ გაინტერესებთ მაგაზე ვიყავ. კი ბატონო, ბანკებთან დაკავშირებით მინდა ჩაგეკითხოთ. პრეზიდენტმა გააკეთა ბანკებთან დაკავშირებით განცხადება, თუმცა შემდეგ მოყვა ამ ყველაფერს განმარტებებიც იგივე ლიბერტი ბანკისგან, TBC ბანკისგან და ბოლოს პრეზიდენტმაც გააკეთა ამაზე განცხადება. რეალურად თუ არსებობს დღეს რაიმე საფრთხე საბანკო სექტორში? 3 დღის წინ იყო დიდი მოვლენა ფინანსურ სამყაროში. ბენ ბერნარკე, ფედერალური სარწმუნოების ხელმძღვანელი, გამოდიოდა თავისუფლი მონეტარული პოლიტიკის სპიჩით. თერისობრივ გულისხმობთ როგორც ყოველთვის ელოდებოდა ამ მოვლენას. ძალიან ისეთ ნიშანდობლივი დეტალია, როცა ცნობილ ფინანსურ ექსპერტებს ეკითხებოდნენ გუშინ წინ, რას ელოდებთ, ის ხო არაფერს ახალს არ იტყვის. გაგრძელდება ჩვეულებრივ ეკონომიკის ხარდაჭერის პროგრამა და IAF ფულის პროგრამა. იყო ესეთი შენიშვნა, არაფერს ახალს არ იტყვის, მაგრამ ჩვენ შევეცდებით მის სახის გამომეტყველებაზე რაღაცა დავიჭიროთ ნიუანსი, მაინც რა შეიძლება პროგნოზირებად მომავალში მოხდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ იმდენად ფაქიზი თემაა საბანკო სექტორი, იმდენად ძალიან ისეთი ნაზი სტრუქტურა და გრძნობი არის სენსიტიური, რომ სახის გამომეტყველებაც კი მნიშვნელოვანია, როცა თქვენ ბანკებზე ლაპარაკობთ. სრულიად დაუშვებელია, სრულიად მიუღებელია ქვეყნის პირველი პირიდან ბანკებზე ეს ხელაღებით ლაპარაკი და მით უმეტეს სქემის დახატვა, როცა შევლაპარაკობთ, ახლა მოვლენ რუსები ან ვიღაცები რა მნიშვნელობა აქვს, თქვენი სახლები დაგირებული, იმ სახლებს გაგიყიდიან და აღმოჩნდებით კლანჩებში. ეს არის კატასტროფული განცხადება. სიმართლე გითხრათ, მე არ მჯეროდა რომ ამას უსმენდი. დაახლოებით ამას მოყოლოდა რეალურად 2008 აგვისტოში რა შედეგიც მოყვა. ომს ისეთი სიტუაცია, რომ ეს მიანავრები, რომელთა რაოდენობა ძალიან გადამწყვეტია ბანკებისთვის, მივარდნენ ბანკებში გამომეტანოდეს თავისი ანაბრები და ყოველდღე ქაოსი საბანკო სისტემაში. რა თქმა უნდა, საბედნიეროდ არ მოხდა, მაინც დარჩება ქვეცნობიერად მოხმარებლის ტვინში მართლა რამე ხوار ხდება, მართლა გაურკვეველი ხوار, იმიტომ რომ ძნელია ბანკის სტრუქტურაში გაერკვა და მოხმარებელს უთხრა, რომ ჩვენი საბანკო სისტემაში უცხოური კაპიტალის მონაწილეობა საკმაოდ სერიოზულია და რუსებს ახლა განსაკუთრებული ადგილი არ უჭირდა. აქედან გამომდინარე, ეს იყო საკმაოდ სერიოზული და არასწორი განცხადება ამ სფეროში, მაგრამ ბანკები კიდევ ერთხელ მიმეორებ არის საკმაოდ სენსიტიური თემა, საკმაოდ ძნობი არის. ბატონო, თვლით თუ არა, რომ პრეზიდენტს ამაზე ინფორმაცია წესით უნდა ქონოდა, ვინაიდან ეროვნულმა ბანკმა მოგვიანებით უარყო ეს ინფორმაცია. გარკვეულწილად მიზანმიმართული განცხადება ხო არ იყო ან ამგზავნილი, თუნდაც აი ამის შესახებ. მე მინდა გითხრათ, რომ გამაოგნებელი განცხადება, რა თქმა უნდა ქონოდა, მაგრამ რომც ქონოდა, რომც ყოფილიყო რაღაც მსგავსი სიმართლე ამის შესახებ, რა თქმა უნდა საჯარო განცხადება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთებულიყო ერთი. მეორე, ამ საჯარო განცხადებას არ უნდა ქონებოდა ისეთი კომენტარი, როგორც იყო მაშინ, რომ მოვლენა ხა ისინი თქვენი ბინები დაგირევებულია, წაგართვენ, ეს უკვე კიდე მეორე იყო. ინფორმაციის მოტანა ერთია, რომელიც დარღვევა და სასტიკი, როგორ გითხრათ, დანაშაულია, მეორე მკითხვა, მეორე არის ამის კომენტირება, რომ სურათის დახატვა აპოკალიფსური რა მოხდება საქართველოს ცხოვრებაში, რომ ვიღაცებს სახლებს წაართვენ, ქუჩაში დატოვებენ და იმიტომ რომ ეგ თემა ძალიან სენსიტიურია, ისედაც დაძაბულია სიტუაცია მომხმარებელს და ბანკებს შორის და ეს სფერო გარი გადამწყვეტი მთლიანად ქვეყნის განვითარებაში. ვთვლი რომ ესეთი მიდგომა ეს უნდა იყოს გაკვეთილი, როგორ უნდა მოექცე ბანკებს. მოგესალმებით, შეკითხვა მექნება, მოხსენება დღეიდან ძალაში შედის მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა, თქვენ როგორ შეფასებას გააკეთებდით, რამდენად სრულყოფილია და რამდენად საინტერესო იქნება მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, საერთოდ მე მომხრე ვარ კერძო ბიზნესში ყველა უფლებების დელეგირების, ეს არის მე ვფიქრობ გარდამავალი ეტაპი, იმის გამო რომ არსებული სისტემა არ უზრუნველყოფდა ნამდვილად მომხმარებლების ინტერესებს, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ ეს არის რამდენიმე წლიანი გარდამავალი ეტაპი, როცა სრულყოფილი იქნება ეს სისტემა, შემდგომ ალბათ მოხდება მისი უკვე თანამედროვე რელსებზე გადაყვანა და კერძო სექტორისკენ გადახრა. დღეს იმისთვის რომ მაქსიმალურად სარგებელი მიიღოს დაზღვეულმა, იმიტომ რომ საკმაოდ დაბალია პრემია, ამ ესეთი მწირი პრემიის ფონზე ძნელია სრული მომსახურება მიაწოდოთ, აქედან გამომდინარე სახელმწიფო ფონდი არაკომერციულია, ის მოგებაზე ორიენტირებული არ არის და მაქსიმალურად შეეცდებენ მიიტანონ ეს გეინი მომხმარებლებამდე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გადამწყვეტი. რამდენიმე წელიწადში სრულყოფილად ჩამოყალიბდება ის ალბათ აუცილებლად კერძო სტრუქტურაში გადავა, იმიტომ რომ
საერთოდ მომხრე არა ვარ სახელმწიფოს ხელში სამეურნეო ფუნქციების კონცენტრირების. ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით გვინდა კითხოთ. ძალიან საინტერესო ეკონომიკური მაჩვენებლები იანვარში ამის თქმა მინდოდა ახლა კი ბატონო, უბრალოდ რომ დავაზუსტოთ არჩევნებამდე როგორი მაჩვენებელი იყო, არჩევნების შემდეგ თუ შეინიშნება ზრდა ან კლება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე პოლიტიკური განცხადებები, თუნდაც აი ამასთან დაკავშირებით. თქვენ როგორც ეკონომიკის ექსპერტი. მოკლედ პერიოდში რამე მაჩვენებლების ესეთი დეტალური ანალიზი საერთოდ რთულია და ძნელია. ის ხშირად არ გამოხატავს რეალურ ტენდენციებს, ძალიან მნიშვნელოვანია. იყო დეკემბერში გარკვეული ვარდნა იმპორტში, მოხმარებათა ინდექსშიც, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ანალოგიურად თუ განიხილავთ ახლა იანვრის თვეს, რომელიც თავისი ბუნებით იანვარი ყოველთვის რთული თვე არის, საკმაოდ გამოუგნებელი ტენდენცია გამოვლინდა. იანვარში ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ პირველად მივიღეთ საკმაოდ მცირე დეფიციტის შემცირება და ზრდის ტემპებით შემცირდა იმპორტი, გაიზარდა ექსპორტი, ზრდის ტემპებით ექსპორტმა გადააჭარბა, ექსპორტის ზრდის ტემპმა გადააჭარბა იმპორტს. ანუ სადღაც 51%-მდე სავაჭრო დეფიციტის ბალანსის დეფიციტი შემცირდა. ეს არის ბოლო 12 წლის ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი. უფრო მეტიც, წინა წლებთან შედარებით, ექსპორტი 25 მილიონით პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2010 წელთან შედარებით 85% გაიზარდა იანვართან. ექსპორტის მოცულობა და კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი ამ ექსპორტში გამოიკვეთა არა რაღაც გამორიცხვა 36 მილიონი არის ავტომობილების ტრანზიტი იმის გარეშე ჯართი და რაღაც სხვა რამები არამედ არის სასუქი ფეროშენადები და წარმოება მისით გამინდა გადამამუშავებელი წარმოება იანვრის ექსპორტის კალათაში იყო დომინანტი რეალურად წარმოება დაიწყო განვითარება ტემპების ზრდის გაიზარდა იანვრის სტატისტიკური მაჩვენებელი ამის დადასტურებაა რომ 20 მილიონით ფეროშენადნობის ექსპორტი 15 მილიონით აზოტის ამერიკაში ექსპორტზე ლაპარაკი და საექსპორტო გეოგრაფია შეიცვალა 30%-მდე არის ექსპორტი ევროპაში ევროპის ქვეყნებში 30 დეზერტის ქვეყნებში საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და დადებითი ტენდენცია ეს ნიშნავს რომ ამ მონაცემების დასახლებაც გაიზრდება ექსპორტი და საავტო კალათაც იქნება საკმაოდ მყარი დასაყრდენი ექსპორტის სახით. იანვარი არის გამორჩეულად კარგი თვე, აი ეს იანვარი, მიუხედავად ყველგანი მოლოდინისა, გამორჩეულად კარგი თვეა. უფრო მეც გეტყვით, დეტალებში ჩავიდეთ, იმპორტში შემცირდა სეზონურობასთან დაკავშირებული მონაცემები, ეს არის ბენზინის საწვავი, ვიცით ახლა მზალთარია, თოვლია და ნაკლები განამძრაობს, სიგარეტი და შემდეგ. ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნებიც არ შემცირებულა იმპორტში. აქედან გამომდინარე, იანვარი გამორჩეულად დადებითი თვე არის ბოლო 12 წლის განმავლობაში. ძალიან საინტერესოა ეს რა. მაგალითად ღვინის იმპორტთან დაკავშირებითაც საინტერესო მონაცემებია, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე დიდი ღვინის იმპორტი ქონდა რუსეთში, სადღაც 60 მილიონამდე, რეალურად 20 მილიონი ბოთლი არის მაქსიმუმ შევიტანოთ იმ ნიშაზე, რა ჩვენ დაგვრჩა თუ ხარისხიანი ღვინო იქნება და ეს იქნება ჩვენი ღვინის ბრუნის 12-18%. რა თქმა უნდა, ეს არ არის. ხო, ეს არ არის ცოტა მაჩვენებელი იმ ხალხისთვის, ვინც დასაქმებულია, მაგრამ საექსპორტო კალათაში ის აზოტის დონეც არ იქნება. ეს მეორე ადგილი უჭირავს აზოტს, პირველი უჭირავს ფეროშენადებს, ანუ გადამუშავებითი მრეწველობა საქართველოში საკმაოდ მაღალი ტემპებით წავიდა მაღლა. აი ზრდის ტემპი, რომელიც დღეს იანვარში გაგვაჩნია, გამაოგნებლად დადებითია და კარგი და ტენდენცია არის თვითონ მისასალმები, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი სერიოზულად შემცირდა. 1-2%-ზე ხო არა, სერიოზულად შემცირდა. ეს არ ყოფილა ბოლო 12 წელიწადში. თქვენი ვარაუდი როგორია? აი რუსეთის ბაზარი თუ გაიხსნება საქართველოსთვის, აი დაახლოებით რამდენით შეიძლება გაიზარდოს ჩვენი ექსპორტი? როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოს? რუსეთის ბაზრის გახსნას ჩემთვის როგორც ეკონომისტის უფრო სოციალური მნიშვნელობა, იმიტომ რომ გლეხი და გლეხთან დაკავშირებული საკითხებია, ვიდრე თქვა ექსპორტის მოცულობის და თეორიულად ღირებულებითი ზრდა იქნება 50 მილიონი, მეტი არ იქნება. ჯამში მინერალური წყლი, თქვა 30 მილიონი ბოთლი ბორჯომი, თუმცა ბორჯომი მათ ეკუთვნით და დაახლოებით 15-18 მილიონი ღვინო.
აი ეს არის ჯა 50 მილიონზე მეტი ზრდა არ იქნება, მიმატებული მწვანელი და ხილი, მაგრამ სოციალურად მწვანელიც, რომელიც რუსეთში მიდიოდა ტრადიციულად, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მიხოთ ჩვენი დამოკიდებულებისა. ვაშლი, ხილი და ეს ყველაფერი ჯამში არის სოციალური სფერო, ან მილიონი სოფელში დასაქმებული ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, მაგრამ მთლიანობაში ექსპორტის კალათა ჩვენი დამოკიდებულია მრეწველობაზე. იგივე ფეროშენადნებზე, იგივე სასუქებზე და შემდეგ. აი, რამაც გაზარდა ეს იანვარში მაჩვენებელი, ეს არის გადამუშავებული მრეწველობა, ეს არის დადებითი ტენდენცია. არა ჯართვა გაზარდა, არამედ აი გადამუშავებული მრეწველობა, რომელიც საკმაოდ სერიოზულია. ჩვენ პირველად დავიწყეთ GSP პლუს-ან პრეფერენციების გამოყენება რეალური აი ამ მიმართულებით და ეს არის გადამწყვეტი იგივე სასუქის გაგებასთან დაკავშირებით. საკმაოდ ლიკვიდური პროდუქტი. დიდი მადლობა. კი ბატონო.